დაიხურეთ ის შესასვლელს არ ბლოკავს ჩვენ რომ აი იმ აუზის წინ გავჩერდეთ. აი იქ რო გავჩერდეთ. არა გასაგებია მე სტუმრებს რო ელოდებით მაგრამ კანონში არ წერია რომ სტუმრებს რო ელოდებიან მაშინ არა. შეგიძლიათ გაჩერდეთ აი აქ სადაც გეხართ ან მეორე კუთხეში. მინდა რომ იქ ჩავატაროთ. კანონი არ გაძლევთ იმის უფლებას რომ ესეთი მოთხოვნა გავუჩინოთ. ჩვენი თხოვნა არის რომ გაითვალისწინოთ გამოსასვლელი დელეგაცია, რომელსაც არ შეიძლება. კი ბატონო, ეს ჩვენი თხოვნა არის, მაგრამ კანონით ასაკს ამის გაკეთებს. ჩვენ კანონს ჩვენ ავკეტავთ გზას შესასვლელს. რომ თქო ხავნა რომ თქო. ჩვენც ბევრ ამის ვითხოვთ ხოლმე, მაგრამ არ ითვალისწინებენ. ეს არის საქართველოს ახალგაზრდების ასოციაციის თანამშრომლების აქცია, ხაზგურთან, თანამშრომლები ვართ და ჩვენი აქციის მიზეზი არის ის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ დასმულ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს შედეგად მოყვა ძალიან სერიოზული თავდასხმა ორგანიზაციაზე. ნაცვლად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან გამოძიებასთან დაკავშირებით პასუხები მიგვაქვს ხელისუფლებიდან, მივიღეთ ცილის წამება, შეურაცხყოფა და მასზე შემდეგ ძალიან ინტენსიური კამპანია, ასე ვთქვათ, რაც ვფიქრობ, რომ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არის აბსოლუტურად მიუღებელი და შედეგი უნდა ყოფილიყო იმ მასალების გამოქვეყნებისა, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ იყო შედეგი იყო სრულად სხვა. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი აქციის მოთხოვნა არის ის, რომ დაინტერესდეს გამოძიება, გადახედოს იმ შედეგებს, რომელიც აქვს მიღებული, ხელახლა დაიწყოს გამოძიება და გაასაჯაროვოს ის ფაქტები და მტკიცებულებები, რაც მიგრაციის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქვს გამოძიებას, თუმცა საზოგადოებას არასდროს სრულად არ. Რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ თქვენ აქ მოხვედით იმისთვის ეგონათ მათ, რომ მოუხდით ბოლოში და ისე წახვიდეთ უკანონო შესაბამისად. ისინი არანაირ გამოძიებას არ აპირებენ, როგორც მათ თავად განაცხადეს. ხო, ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან სამწუხარო. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ესეთ მნიშვნელოვან საქმეზე არსებობს სერიოზული კითხვები და არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოლომდე და სულად არ არის გამოძიებული საქმე და გამოძიებისთვის მზაობის ნაცვლად ხელისუფლება ელოდება კითხვების ავტორებისგან ბოდიშებს, მე მგონი, რომ არა ადვოკატურია წუში. ჩვენ გვაქვს მოწოდებები ხელისუფლების მიერ, რომელიც ჩვენს აი ამ ლოზუნგებზე არის გამოსახული და თითოეული მათგანი ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ ხელისუფლება არ უნდა იყოს გულგრილი სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის მიმართ, მან უნდა განაახლოს გამოძიება, მან უნდა სათანადო ყურადღება დაუთმოს მტკიცებულებების გამოკვლევა და მან უნდა გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს დღეს ქართულ საზოგადოებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და შემდეგ გადმოსვათ პროკურატურასთან, ხო? აი რატომ პროკურატურა? თუ გახსოვთ ჩვენ როდესაც თამარ-ჩუგოშვილმა პრესკონფერენცია გააკეთა 6 სექტემბერს, ჩვენ მაშინაც თქვით, რომ ვინაიდან 26 მაისს ძირითადი დარღვევები ჩადენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, საერთოდ მიღებული პრაქტიკა არის, რომ იგივე ორგანიზაცია არ უნდა იძიებდეს მისი წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ქმედებებს. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ ამ საქმის გამოძიება გადასცემოდა პროკურატურას და სწორედ ამ აქციის მიზანი პროკურატურის წინ სწორედ ეს არის, რომ პროკურატურას შევახსენოთ, რომ კომპეტენციის მიხედვით სწორედ მას ეკუთვნოდა ამ საქმის გამოძიება და გარდა ამისა, კარგი იქნება, რომ ასევე პროკურატურის წარმომადგენლებიც გაეცნენ იმ დასკვნას, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გადმოუგზავნა ბრიტანულმა საექსპერტო ორგანიზაციამ.